Solo leveling თანამედროვე ანიმე ადაპტაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რომელიც კორეული ვებ რომანისა და მანჰვას ავტორ ჩუ გონგის ნამუშევარს ეფუძნება. მან მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებლის ყურადღება დაიმსახურა, განსაკუთრებით კი ეფექტური საბრძოლო სცენებით, კაშკაშა მთავარი გმირითა და ურჩხულებით სავსე საინტერესო დანჯებით. სუნ ჯინვუს გზა ყველაზე სუსტი მონადირიდან თავის სამყაროში უძლიერეს არსებამდე უდაოდ აღელვებს იმ აუდიტორიას, რომელიც სიამოვნებით ადევნებს თვალს აუთსაიდერის ტრიუმფს. თუმცა მიუხედავად გლობალური პოპულარობისა და უზარმაზარი მოლოდინებისა, Solo Leveling ვერ გახდა ის ანიმე, რომელსაც ტოპ ეწოდება. ამის მთავარი მიზეზი ორი ფუნდამენტური საკითხია: მისი ნაწარმოების თხრობის სტილის შეზღუდულობა და სიძლიერეზე დამოკიდებული ფენტეზის ბუნება. ამ ვიდეოში დეტალურად განვიხილავთ, როგორ ზღუდავს Solo Leveling-ს თხრობის სტილი და მისი ჟანრი, რომლებიც ერთის მხრივ უზრუნველყოფენ პოპულარობას, მაგრამ მეორეს მხრივ უშლიან ხელს შედევრის სტატუსის მოპოვებაში. Solo Leveling-ის მთავარი ხიბლი მისი სიუჟეტია. სუსტი და უსუსური მონადირე სუნ ჯინვუ, რომელსაც საზოგადოება ტვირთად თვლის, მოულოდნელად იღებს უნიკალურ შესაძლებლობებს, level up-ის სისტემას. თითქოს ვიდეო თამაში იყოს. ამ შესაძლებლობის წყალობით ის განუწყვეტლივ ძლიერდება, გადალახავს ყველა დაბრკოლებას და იკავებს მაღალ პოზიციებს. საბოლოოდ კი ხდება თითქმის ღვთიური ძალის მქონე ფიგურა. ეს იდეა ძალიან ძლიერად აისახება იმ მაყურებლებზე, ვისაც თვით გაძლიერების ისტორიები იზიდავს. თუმცა ამ საინტერესო იდეის უკან რამდენიმე ისეთი სუსტი მხარე იმალება, რომელიც ნარატივს გარყმევებაში ხელს უშლის. პირველი და ყველაზე აშკარა სუსტი წერტილი არის წინასწარ განსაზღვრულობა. მას შემდეგ, რაც აუდიტორია ხვდება, როგორ მუშაობს ჯინვუს დონეებზე დამოკიდებული ძალა, ისტორიაც მკაფიო მიმართულებას იღებს. ყოველი ახალი დაბრკოლება მხოლოდ კიდევ ერთი საფეხურია მისი ახალი ლეველისკენ. იშვიათად ჩნდება ნამდვილი საფრთხე, რადგან მაყურებელი თითქმის ყოველთვის დარწმუნებულია, რომ გმირი გაიმარჯვებს. განსხვავებით ისეთი ანიმეებისგან, როგორიცაა ტიტანების შეტევა, ან სრულ მეტალისებრი ალქემიკოსი, სადაც მთავარი გმირები რეალურად შეიძლება მორალური კრიზისის წინაშე დადგნენ, ან კატასტროფული მარცხი განიცადონ. Solo Leveling-ი იშვიათად იძლევა ასეთ გაურკვევლობას. ეს კი მაყურებელს ნაწარმოებში უკლავს მოლოდინს და ისტორია ხშირად მექანიკურად ვითარდება. მეორე პრობლემაა მეორე პლანის პერსონაჟების განუვითარებლობა. დიდ ანიმეებში მეორეხარისხოვანი გმირებიც ისეთივე დამამახსოვრებელია, როგორც მთავარი. მაგალითად, Hunter x Hunter-ში კილოა, Naruto-ში შიკამარო, ან ტიტანებზე შემოტევაში ლევი. მათ საკუთარი ბრძოლები და ტრანსფორმაციები აქვთ. Solo Leveling-ში კი თითქმის ყველა მეორეხარისხოვანი ფიგურა მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ჯინვუს ძლიერებას უფრო მეტად გაუსვას ხაზი. მათი ხასიათები და მოტივაცია ღრმად არ მუშავდება, რის გამოც სიუჟეტი ვიწროვდება და მთლიანად ჯინვუს ირგვლივ ტრიალებს. ასევე მნიშვნელოვანია სიუჟეტური განმეორებადი ციკლი. სქემა თითქმის ყოველთვის ერთნაირია. ჯინვუ შედის ახალ დანში, ებრძვის ძლიერ მტერს, ავლენს უნიკალურ ძალებს, იმარჯვებს და ლეველს იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დანჟი ვიზუალურად განსხვავებულია, ძირითადი რიტმი უცვლელია. ციკლურობა თავისთავად პრობლემა არ არის, ბევრი შონენი მსგავს სტრუქტურაზეა აგებული, მაგრამ საუკეთესო ანიმეები ამ ციკლს პერიოდულად არღვევენ მოულოდნელი სიუჟეტური სვლებით, პერსონაჟების შოკის მომგვრელი გადაწყვეტილებებით, ან სრულიად ახალი საფრთხეებით. Solo Leveling-ში ეს იშვიათად ხდება, რის გამოც ზოგიერთ მაყურებელს მონოტონურობის შეგრძნება ეუფლება. ამ ნარატივის შეზღუდულობებმა არ უნდა დაგვარწმუნოს, თითქოს Solo Leveling სუსტი ანიმეა. ის მაინც ძალიან გასართობია და თავისი ჟანრის ფარგლებში წარმატებულიც, მაგრამ სწორედ ეს პრობლემები უშლის ხელს, რომ გახდეს ტოპ ანიმე. ზემოთ ხსენებულ შეზღუდვებთან მჭიდროდ არის კავშირში ჟანრი, რომელსაც Solo Leveling მიეკუთვნება: Power Fantasy. ამ ჟანრის ნამუშევრები პროტაგონისტს აძლევენ უზარმაზარ ძალას, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი გმირის ადგილას წარმოიდგინოს და იგრძნოს უძლეველობა. სწორედ ეს გახდა Solo Leveling-ის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ფანებს მოსწონთ იდეა, რომ სუსტი და დაუცველი ადამიანი უცებ დაუმარცხებელი ხდება, მაგრამ ჟანრის ამავე ძლიერ მხარეებს თან ახლავს ბუნებრივი შეზღუდვებიც. პირველ რიგში Power Fantasy-ს თავაზობს მოკლევადიან ემოციებს, მაგრამ ხშირად უჭირს გრძელვადიანი სიღრმის შენარჩუნება. Solo Leveling-ის საწყის სერიებში, როცა ჯინვუ სუსტია, მისი გამარჯვებები დამაკმაყოფილებელია, რადგან რეალური პროგრესი იგრძნობა. თუმცა რაც უფრო ძლიერდება, მით უფრო მცირდება დაძაბულობა. საბოლოოდ ბრძოლები ნაკლებად დამაინტრიგებელია, რადგან მაყურებელი უკვე დარწმუნებულია, რომ ის გაიმარჯვებს.
ასევე პრობლემა ესკალაცია. სიუჟეტის გასაგრძელებლად მტრები უფრო და უფრო ძლიერები უნდა ხდებოდნენ, რათა ჯინვუს ახალ ძალებს შეეფერონ. შედეგად ისტორია უსასრულო ციკლად იქცევა, უფრო დიდი, უფრო საშიში და უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები. მაგრამ რაც უფრო ხშირად ხდება ეს მაყურებელი, მით უფრო ეჩვევა ამას. საბოლოოდ არც ერთი მტერი აღარ წარმოადგენს ნამდვილ საფრთხეს, რაც კონფლიქტს აცლის შინაარსს. Power Fantasy-ს კიდევ ერთი სიზუსტეა ემოციური რეზონანსის ნაკლებობა. მაყურებელი სიამოვნებით წარმოიდგენს საკუთარ თავს ძლიერ გმირად, მაგრამ უდიდესი ანიმეები იმიტომ რჩებიან კლასიკებად, რომ ისინი მხოლოდ ძლიერებას კი არ გვიჩვენებენ, არამედ სიზუსტეებსაც. ნარუტოს სიძლიერე მის მარტოობასთან და აღიარების სურვილთან ერთად ვითარდება. ედვარდ ელრიკი სრულ მეტალისებრ ალქემიკოში მუდმივად უპირისპირდება დანაშაულის გრძნობას და მსხვერპლს. სუნჯინო თითქმის არასდროს მარცხდება, ის თითქმის სრულყოფილია. ასეთი პერსონაჟი შთამბეჭდავია, მაგრამ ნაკლებად ადამიანური და ამიტომაც ნაკლებად იდენტიფიცირდება. და ბოლოს, Power Fantasy-ს ჟანრს ხშირად აქვს ვიწრო აუდიტორიის მიზიდულობა. მას უპირატესობას ანიჭებენ ისინი, ვისაც სანახაობრივი ბრძოლები და საკუთარი ძალაუფლების ფანტაზია ეზიდავს. მაგრამ უფრო ფართო აუდიტორია ხშირად ეძებს ღრმა თემებს, მორალურ დილემებს და მრავალშრიან ურთიერთობებს. ამიტომაც მიუხედავად მისი უზარმაზარი პოპულარობისა ონლაინში, Solo Leveling იშვიათად მოიხსენიება იმავე დონეზე როგორც ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ როგორც სანახაობის, ისე სიღრმის მოთხოვნას. Solo Leveling ნათელი მაგალითია თანამედროვე ანიმე ნარატივის ძლიერებისა და სიზუსტეების. მისი იდეა უსუსური მონადირე, რომელიც level-up-ის სისტემით ღმერთის მსგავს ძალებს იძენს, შეუდარებლად მიმზიდველია. მაგრამ სწორედ ამ იდეამ წარმოშვა ის შეზღუდვები, რომლებმაც ხელი შეუშალა შედევრის სტატუსის მოპოვებაში. ისტორია წინასწარ განსაზღვრული და განმეორებადია. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ნაკლებად ვითარდებიან და დაძაბულობა დროთა განმავლობაში ქრება. ჟანრის ბუნებაც პრობლემურია. Power Fantasy ხანმოკლე აღტაცებას იწვევს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სიღრმეს კარგავს. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ Solo Leveling-ს მილიონობით ფანი ჰყავს და უდაოდ წარმატებული პროექტია, ის ვერ გახდა ტოპ ანიმე. იგი გამორჩეულია თავისი ჟანრის ფარგლებში, მაგრამ მას აკლიეს სირთულე, ემოციური ღირებულება და მრავალფეროვანი კონფლიქტები, რომლებიც უდიდეს ანიმეებს ნამდვილ შედევრებად აქცევს. საბოლოოდ Solo Leveling არის როგორც ტრიუმფი, ასევე ლიმიტაცია. იგი გვიჩვენებს ძალაუფლების მიღწევის დაუნდობელ ხიბლს. მაგრამ ასევე გვახსენებს, რომ ნამდვილი დიდება ხშირად არა უძლეველობაში, არამედ სისუსტესა და დაუძლებელ სირთულეებში იბადება.